უფრო შულს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამატებით შემოსავალი და თან დამატებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპაში უფასო მკურნალობა და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებდნენ თუ წავიდოდნენ საფრანგეთში და მოკლედ საფრანგეთში წავიდნენ და ჩაბარდნენ. შემდეგ 4 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ და გიორგიმ დაიწყო მუშაობა გლოვოში. და ეს იყო ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სამწუხაროდ ჩვენ გვიან გავიგეთ გიორგი კვიჭაშვილის პატიმრობის შესახებ, მათი ოჯახის წევრების შესახებ და ამიტომ ფონდში 1 ლარი შემომწირველმაც კი უნდა იცოდეს, რომ მას შემდეგ რაც გავიგეთ ამ кейსის შესახებ, ბუნებრივია ოჯახს ერიცხება თანხა და გიორგისაც შეუშვებთ ყოველ თვე ბარათს მაქსიმალური ლიმიტით. დანარჩენი უკვე სახლში რომ მივალთ ოჯახს რომ გავიცნობთ. სამია ხო მეოთხე სახლზე ავიდეთ. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად გამარჯობა. ჩვენ რა გვიან გავიგეთ თქვენი? არსებობის შესახებ იცით რა მithქვეთ? რატო არსად არ დაიწერა? ანუ არ გვეგონა თუ ეს ამდენი ხანი გაჭიანურდებოდა ეს პროცესი. ვარსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გვეგონა რომ ანუ ძალიან მალე მოხდებოდა მისი განთავისუფლება. არ გვეგონა თუ ამდენი ხანი გაჭიანურდებოდა ეს პროცესები. რომელი აქციაა ეს რომელსაც დაუდგა? ესე იგი 16 აპრილს მოხდა გიორგის ეს შემთხვევა რის გამოც დაიჭირეს. კონკრეტულად რავი ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. აი თითქოს გიორგი მოიცროლა პლასმასის ბოთლი და ეს მოხდა პოლიციელს, მაგრამ შემდეგ როდესაც ჩატარდა ექსპერტიზა მაჩვენა რომ აქ გიორგის ბრალეულობა არ ჩანს, იმიტომ რომ პირის იდენტიფიცირება ვერ მოხდა. ხო, ეს რომ გიორგიმ გააკეთა, ამის მტკიცებულება არ დევს საქმეში. საერთოდ ერთადერთი მტკიცებულება რაც მათ აქვთ, ეს არის პოლიციელის ჩვენება. არსაიდან გამოჩნდა ეს ჩვენი პოლიციელი თვენახევრის შემდეგ, ამდენი ხანი ხმა არ მოუღია, ხო და გამოჩნდა თვენახევრის შემდეგ. იმიტომ რომ სხვა მტკიცებულება მათ არაფერი არ გააჩნიათ, რაც ეს არის მხოლოდ ეს, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ აქვთ და ეხა სხვა გზა ხო არ ქონდა დარჩენილი და ავტომატურად ამ გზას მიმართეს რა. ეხა თქვენ მე მომიყევით რამდენი ხანია რაც ემიგრაციიდან ჩამოხვედით? დაახლოებით იქნება 2 წელი. კი. და ემიგრაციაში რა 5 წელი ვიყავით, ანუ ჩემ გოგონას ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო მოგვიხდა ცოტა ხანი იქ გაჩერება. და როგორც კი ის პრობლემები მოაგვარე, რაც ბავშვი ჰქონდა, შემდეგ უკვე აქეთ ანუ უფასო სამედიცინო დახმარება გჭირდებოდა? დიახ, ტოლვიდად ვიყავით ჩაბარებული. და ეს ყველაფერი მოგვარდა, ხა კარგად ხართ და ჩამოხვედით. კარგად არის, რავი, ღმერთის წყალობით კარგად არის. აიმე. და აქ ჩამოსვლის შემდეგ გიორგიმ დაიწყო გლოვოში, ხო? დიახ, როდესაც ჩამოვედით, ხა ხო უნდა საარსებო წყარო ხო უნდა ქონოდა და რა თქმა უნდა დაიწყო მუშაობა გლოვოზე. და პარალელურად თურმე დადიოდა აქციებზე, ხა ჩვენ ვიცოდით რომ დადიოდა, მაგრამ უკვე რომ დაიწყო ეს მასიური დაპატიმრებები, ხა აქციის მონაწილეები ძალიან შეგვეშინდა. რომ ერთ-ერთი გიორგიც არ ყოფილიყო და ვთხოვეთ რომ მარევლო აქციებზე, მაგრამ არ გაითვალისწინა ესე რომ ვთქვა და მაინც პარალელურად დადიოდა აქციებზე სამსახურიდან. პრინციპში თქვენი შემოსავლის წყაროც დაიხურა. დიახ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის შემოსავლით ვიყავით. და აქციებზე სიარულს როგორც ეძინება? არა, მორცხობს, ეხან გაიღვიძა და ვაი. მგონი ვაწუხებთ. არა, ისე ცვალებს ისე ხოჭოს მე ხო, მოგონა არ გიყურებთ თვალებში, იმიტომ რომ აი მორცხობს. და აქციებზე სიარულს როგორ ხსნიდა, რას გეუბნებოდა სახლში? როგორც ყველა პატრიოტი ადამიანი ხო ჩვენი შვილების მომავლისთვის რომ ჩვენ ვიცხოვროთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ გვინდა ისევ რუსეთი გვინდა ევროპა გვინდა ვიაროთ წინ როგორც თქვენ და როგორც მე და ამის გამო დადიოდა არჩევნების იმაზე რა ქვია ამ აქციებზე თვითონ ზოგადად ეს ასეთი დაგვიანებული რეაქცია სამართალდამცავების მხრიდან იმიტომ რომ არ გაგიკვირდა თქვენ როგორ არ გაგვიკვირდა ანუ წარმოიდგინეთ ეს შემთხვევა მოხდა 16 აპრილს და დაკავება მოხდა 8 მაისს ხო ამ ხელა დრო იყო და რავი რით ხსნიან ანუ ზუსტად მეც არ ვიცი რით ხსნიან ანუ რატო ესე აწყობდა და ესე გააკეთეს ხო მისმის დაკავებები ჭირდებოდა ხარ 13 დიახ იმიტომ რომ უფრო შეეშინებინათ ხალხი და ქუჩაში არ გასულიყო რომ აი თქვენს დაგიჭერთ ეხლა რა მოლოდინები გაქვთ რა ვიცი მოლოდინი მაქვს ძალიან დიდი ანუ თქვენ ელოდებით ამ ხელისუფლების ცვლილებას რომ გიორგი გარეთ გამოვიდეს ანუ ეხლა ამ ხელისუფლების პირობებში ეხლა არა მაქვს იმის ილუზია რომ გიორგის გამოუშვებენ რავი მე ესე ვფიქრობ კი მინდა გამოვიდეს რა თქმა უნდა როგორც ჩემი მეუღლე ისე ყველა მაგრამ უფრო რეალისტურად ვუყურებ ხო პროცესებს ხო
რავი, თუ ამდენი ხანი არ გამოუშვეს და სპეციალურად გაწელეს, ხო, ეს პერიოდი მის ჩასატარებლად. ხო, ძალიან ისე ხართ, იცი? კარგად, მაგრად გეხართ. ანუ საჭიროა რომ ესე ვიყო ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის. ხო, ეს გიორგის გაუმართლა ცოლში. მადლობა, გაიხარეთ. ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ ხართ სასოწარკვეთილი. არა ვარ, იმიტომ რომ ჯერა რომ არ გაჩერდება ხალხი ქუჩაში გამოვა და თავის სათქმელს მამაღლა იტყვიან. როგორც ეს გააკეთა გინდ ჩემმა მეუღლემ და გინდ ვინცაა დაკავებული დღესდღეობით აქტივისტები, ხო? მეუღლე როგორ ხასიათზეა შიგნით? ვაიმე, ძალიან ძლიერად, არ მოველოდი. პირიქით ჩვენ გვამხნევებს იქეთ, ჩვენ რო დაღვრემილები ვართ და რაღაცა, იქიდან გვამხნევებს პირიქით გიორგი, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. რას გეუბნებათ? გვეუბნება, რომ იყავით ძლიერები, ყველაფერი კარგად იქნება. ხმა აიმაღლეთ ყველამ, ეს ყველა ზვალია ჩვენი, რადგან აუცილებელია შეიცვალოს ეს ხელისუფლება, რომ ჩვენმა მომავალმა, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ძალიან კარგი, ზოგადად სულ ასეთი განწყობები ქონდა თუ პარიზმა და საფრანგეთმა შეგიცვალა. იცი რა არის, ძალიან პატარა ვიყავი, რომ წავედი საფრანგეთში, რა ვიცი, 19-20 წლის და ფაქტიურად იქ გავიზარდე, ხო? რაღაც შემეცვალა იქ. მთლიანად შევიცვალეთ, რა ვიცი, გავძლიერდით, რო იტყვიან. ხო და თან ევროპული ისიც ნახეთ სარგებელი ევროპისგან. რა თქმა უნდა, ეხლა როგორ არ უნდა ვიყო ხო მადლიერი ხო აი ჩემი შვილი, მისი ჯანმრთელობა ვანდე მათ სრულად და აი ფაქტის ახეზია რომ ჩემი შვილი დღესდღეობით კარგად არის. და კარგია. სულ კარგად უნდა იყოს თქვენ. ესე გიორგის ნაწილს შევარჩეთ მეგობარი და თან გითხრათ რომ მეგობარი რომელიც ინახავს ამბებს გიორგიზე თან ისე კაფიოთ და არც თუ ისე ახლო წარსულიდან ანუ ზოგადად დედის ნაწილზე გვინდა და როგორ საუბრა იმიტომ რომ როდესაც გიორგი დააყავს პირველი რაც ცნობილი გახდა მასთან დაკავშირებით ბრალზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადამიანებიც აღმოჩნდა ეს დედის ეპიზოდი რომ ის იყო ის ადამიანი რომელიც უვლიდა დედას და არსებითად მნიშვნელოვანი იყო მისი ურთიერთობა ახლა დედასთან, იმიტომ რომ არსებითად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ანუ არ მომეცით საშუალება მინეხება დედაშვილს. მათ შორის არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების თავარი პაციენტი. გამეცია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემ პრაქტიკის მანძილზე გაბილი. არც ერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს ცდება გარეთ და შეიძლება ზოგ შემთხვევაში შემაყოლებინა ის ნაყოფი შემითასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან ეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ 40 წუთის მაგივრად 2 საათში შევწვიცა, 2 საათი არ შევწვიდე მათი დახმარება გადაუდგებელი გუნდის რეანიმაციაზე. ეს ეგ კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადიან. პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც ეს თინეიჯერები არიან. თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო საერთოდ აი უგრძნობი გადაწყვეტილებით, როცა შეგეძლოთ ეს ყველაფერი სხვანაირადაც მიგებოთ, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების თავად პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამეტა, რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტს აფიქრებოდა და ამიერიდანაც იქნება. ესეთი შინაგანი წმენით მუშაობ მე და ესეთი შინაგანი წმენით ვარ ექიმი. მიუხედავად იმისა, რომ კომაში არ იყო, ანუ გონებაზე იყო, ვერ ახერხებდა ვერაფერს. კომუნიკაცია მხოლოდ ესე და ესეც გიორგის შეეძლო მასთან კომუნიკაცია. იმიტომ რომ გიორგი ცნობდა ალბათ მიმიკებით ემოციებს. აბსოლუტურად. თორე ჭმევა, ნახველის ამოღება, გასუფთავება, ჰიგიენა, ყველაფერი. ადამიანი იყო აბსოლუტურად მიჯაჭვული საწოლს და აი ესე თვალებით და მიმიკებით ურთიერთობდა გიორგისთან. მამა 22 წელს გარდაეცვალა და მალევე მოხდა ეს დედამისის ეს ინსულტი. გიორგის მთელი ცხოვრება, ყველაფერი, ყოველი წუთი იყო იმაზე, რომ დედისთვის მოევლო რა. ცხოვრების დღის წესრიგს უდგენდა დედის ჯანმრთელობა. ყველაფერს. რამდენად მიხვდებოდა იმას, რომ გიორგის გაუჩინარება მის ცხოვრებიდან რაღაცა ნიშნავდა საფრთხეს გიორგის თავს? ხვდებოდა იმას. მას შემდეგ რაც გიორგი გაქრა ეს და გადმოიყვანეს სახლიდან სტაციონარში მისმა სხვა მეგობრებმა მისმა პროფესიულმა მეგობრებმა ასევე ექიმებმა გიორგის მეგობრებმა ну ის ხვდებოდა იმას რომ რაღაცა არ არის წესრიგში და რაღაც მოხდა. ну კომუნიკაცია ამის შესახებ არ შეეძლო და გიორგი სახლში უვლიდა დედას. სახლში უვლიდა. სახლში ყავდა გადაყვანილი. სახლში ყავდა გადაყვანილი და ყველაფერი მოაწყო სახლში. მინი რეანიმაცია. მინი რეანიმაცია. რეალურად
გიორგიმ როდესაც ეს ინსულტი მოუვიდა, გიორგიმ გადაარჩინა, თორე გიორგის პროფესიონალიზმი ძალიან სუპერ პროფესიონალია გიორგი. მე ვიტყოდი თან ანესთეზიოლოგი იყო, რეანიმატოლოგი იყო, მუშაობდა იმ მიმართულებითაც, ამ მიმართულებითაც და აი ძალიან კარგად ფლობს ამ ხელობას, ასე ვთქვათ, ამ პროფესიას. თქვენ არ მიეც ქართულ დედას იმის საშუალებას თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდი, რომელიც არის იქიდან, რომელიც ასეს რუნავდა. და მე მინდა ვკითხო თქვენ ახლა გოგოჩიშვილი, თქვენ დედა ხარ? ხო და მინდა რომ ვიქნებით დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობას უსურვებთ და მინდა ვიქნებით და ვკითხო დედას. რომ აი ესეთი კაცი რაც მე არ გამგები ვაპარაკე. როგორ შეაფასებდა ამ კაცს, როგორ პიროვნებას? ნუ გადაარჩინა ის რომ არ გარდაიცვალა ქალბატონი, მაგრამ ნუ ხა ფაქტიურად ისეთი დაზიანებები იყო, რომ ვერც ლაპარაკობდა, ვერც ჭამდა, ვერც აბსოლუტურად. და ეს ნაწოლები რო არ გასჩენოდა ამას. სხვა რთულესი მას. ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი ამას გიორგი აკეთებდა და გიორგი იყო ყველაფერი. მასე უკეთ ვერც ვერავინ გააკეთა. მოახერხეთ გიორგისთან შეხვედრა დედის დაკრძალვაზე? მე ვერ, მაგრამ ვიცი რომ გიორგი 1 საათით გამოუშვეს რა. მიიყვანეს იქ და ერთადერთი მისი შიში იყო ეს. დედის კარგად ყოფნისთან, ანუ საერთოდ ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ნუ ბოლო 3 წლის მანძილზე გიორგი აბსოლუტურად ამით ცხოვრობდა. ამით და თავისი ქვეყნით. ხა ჩვენი ურთიერთობა ძირითადად ხდებოდა ხოლმე, ასე რა ქვია, პოლიტიკურ აქციებზე და ნუ ისიც ონლაინ რეჟიმში გიორგი ძალიან აქტიურია. ისედაც ასეთი ემოციური და ინტენსიურია გიორგი და საუბრის სტილიც ესეთი აქვს და ოღონდ ძალიან გასაგებად და მარტივი ენით საუბრობს და ისეთ რაღაცებს გაგაგებინებდა ეხ თავის სამედიცინო სფეროდან ძალიან ადვილად აგიხსნით რაც არასდროს არ ეზარებოდა. იქ რაღაც აქციების დროს ვთქვათ ერთი მახსენდება რის შემდეგაც რასაც მე ვთვლი რომ მიზეზია იმისა რომ ის საერთოდ დაიჭირეს როგორ უნდა გააუნებელყოფო ეს რაღაც გაზის ის ყვიები რომ მოფრინა. თავიდან არ არის მწარე სანამ გაიშლება ასწრებ. ჩაისუნთქო ღრმად, ზუსტად 20-30 წამიგინა ცივსისხლიანი მოქმედების. წყალი ან გჭირდება დასასხმელად, ან თავწაჭრილი 3-5 ლიტრიანი რეზერვუარი. იღებ ამას და აგდებ წყალში და ქრება და ასეთ გაქცევა აღარ გიწევს, ვეღარ იშლები. დამთავრდა ამით არის სპეციალური ლაივებს წერდა ხოლმე და ამ ლაივებით ეხლა მისი რეჟიმიდან გამომდინარე ფიზიკურად ძალიან იშვიათად ხდებოდა ვერ მოახერხებდა შეხვედრა. თავარი ღერძი მისი ყოფისა, რა თქმა უნდა, იყო დედა და ის გარშემო ყველაფერი. ანუ იმიტომ სწორედ ჩემს შემიძლია შეკითხვაც ეგ იყო, მინდა და მეკითხა რა, როგორ გონიათ თქო ეს ინტერესი, იმიტომ რომ სამი პატიმარია, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. აი გიორგის ნაწილში მაინტერესებდა რა ინტერესი ჰქონდათ მისი ჩაკეტვის. მისი აქტივიზმი მხოლოდ რა. მისი აქტივიზმი ხა მოდიოდა თან საჭმელი მიიტანა აქციაზე და მოდიოდა უკან გიორგი ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანია, ვისაც მე ვიცნობ ეხა ეს. სულელია რომ ნარკოტიკი ჩაიდო და აქციებზე წავიდა, მით უმეტეს რომ უამრავი მუქარა ეხა ჯერ კიდე გაზაფხულიდან შარშანდელის გაზაფხული და როცა დაიწყო ეს მასობრივი აქციები, შარშანდელის კი არა, იმის წინანდელ პირველად როცა შემოაგდეს ეს რუსული კანონის იდეა. და მან დაიწყო აქტიურობა იგივე ინტერნეტ სივრცეში, ხო? ინტერნეტის საშუალებით გაგზავნილი მუქარები რომ ამას გიზავთ, იმას გიზავთ, ნუ ეხა გიორგი იმის ჩიტი არ იყო რომ რამის შეშინებოდა, ან გაჩერებულიყო ამის გამო. იცოდა რომ ვიღაცა უყურებს, მაგრამ არაფრით არ გაჩერება. და ყველა ვინც ეხა აქტიურია ისევე როგორც გიორგი, ყველა მიცის რომ რისკი იმისა რომ ხვალ ვიღაცა შემოგიხტება და ან ქუჩაში დაგარტყავს ან დაგიჭერს არის და ეხა შესაბამისად ხوار ჩერდებით ხო ეგ არ ჩერდებით და მეორე ის რომ შეცდომებს არ უშვებთ კაცო რა ნარკოტიკი ჩავიდო ჯიბეში და წავიდეს რა სისულელეა ხო რა სისულელე დაკავების წამიდან ითხოვდა შემამოწმეთ
გამიკეთეს ეს ანალიზი, რომ არ ვარ არც ნარკოტიკული თრობის ქვეშ და რაღაცა ეხ თვითონ ექიმია და ამბობდა რომ ისეთი ანალიზი გამიკეთეთ ეს თმისღერის და ხო უფრო დიდი ხმისმეხსიერება აქვს. ეს იყო მისი ჩაკეტვის გაჩუმების ოპერაცია. მე გიოს ვიცნობ 2008 წელს გავიცანი, როდესაც ომი მოხდა და ბევრი ტოლულები იყო. პროფესიულად გავიცანი ჩვენ მე საერთაშორისო ორგანიზაცია Every Child იყო ესეთი. საქართველოში მუშაობდით და მაშინ ყველანი მობილიზდით, რომ დავხმარებოდით მაქსიმალურად იქიდან გამოქცეულ ხალხს და ჩვენი ფოკუსი იყო ბავშვები და ფეხმძიმე დედები და ახალშობილთა დედები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იმდენად მომეწონა, მე უფრო ახლოს გავიცანით და ნახეთ, რომ ბევრი გვაქვს საერთო და იმის მერე დავმეგობრდით ახლა. ჰაჰა, 1 წელი ემუშავა ჩვენთან გიორგი და 2008 წლის შემდეგ რამდენი წელი გავიდა. და აქამდე მოვდივართ მეგობრებად და ხან მე არ ვიყავი ქვეყანაში, თქვა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, მუშაობდი. რაღაცა პერიოდით ფიზიკურად ვერ ხედავდი ხოლმე, მაგრამ ეს მეგობრობა არ განელებულა, არ შეწყვეტილა და მე რო დავბრუნდი, მე მოხდა ეს მისი ჯერ მამა გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ და მე ეს დედის ამბავი მიუხედავად ყველაფრისა, აი რაღაცნაირი ხელმისაწვდომი იყო ყოველთვის. ეხა მე უკეთესი სპეციალისტი არ მეგულებოდა ეს რაღაც დადგენა, რაღაც რჩევა სამედიცინო სფეროში ყოველთვის გარშემო მეგობრებს, ნაცნობებს მის კონტაქტს ვაძლევდი ხოლმე, არასდროს რო არავის არ დაზარები. ხა მე თვითონ გამოვიარე რამოდენიმეჯერ ესეთი მომენტი, რომ მჭირდებოდა ის რაც არ უნდა ყოფილიყო. აი ხა დედის, როცა დედა ესეთ მდგომარეობაში იყო, იმ პირობებშიც კი აი ეხლა ვაჭმევ, მე ვიცი რომ დაიძინებს და გამოვარდები და ვისაც მასთან შეხება ქონია როგორც სამედიცინო სპეციალისტთან უკმაყოფილო ადამიანი მე არ მახსოვს. ყველაფერს თავი დაანებო თუ დანაშაულოა და ძალიან რთულია. უსამართლობის გრძნობა მაგ დროს გახრჩობს. საშინელება, დაუცველობა, უსამართლობა, ბრაზი, მაგრამ ჩვენ ეს უფრო გვავსებს იმ ენერგიით, რომ არ გავჩერდეთ. როგორ შეიძლება ესეთი უსამართლო? როგორ შეიძლება? როგორ უნდა მივცე მე თავისუფლება, რომ დავიღალო, როდესაც ჩემს მეგობარს ესე ეპყრობიან და 37 წელია გამოკეტეს ციხეში, იმიტომ რომ განსხვავებული მოსაზრება მათ საწინააღმდეგო და მათთვის არახელსაყრელი აზრები და ღირებულებები გააჩნია. და არ მოლავს ამას და ის გამბედაობა აქვს რომ ისაუბრებს ამაში. და ეს საშინელება პირველი რაც როცა გავიგეთ ეს ამბავი დააკავეს და დაიჭირეს, ვაიმე დედას რა მოუვა. მე ეს მოხდა რაც მოხდა. ხო. ეს მოხდა რაც მოხდა. ვაგრძელებთ პატიმრების გაცნობას, სინდისის პატიმრების გაცნობას. იდა პითერიშვილია, ის პატიმარი, რომელზეც ახლა მოგიყვებით 30 წლისაა. წესრიგის დარღვევა არის ბრალი, რომელიც მას წარუდგინეს და ძალადობა, თუმცა რატომ წარუდგინეს ძალადობა, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში, ამაზე მოგიყვებით ზუსტად ახლა. და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მინდა რომ თავში გითხრა და დანარჩენს უკვე ოჯახის წევრებთან ერთად გავაგრძელებ, ეს არის რომ აქვს იშვიათი ჯგუფის სისხლი ირაკლის და არის უნივერსალური დონორი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი სისხლი არის განსაკუთრებით საჭირო და ჩართულია უანგარო სისხლის დონაციაში გადარჩენილი აქვს 69 ადამიანის სიცოცხლე. 23 უანგარო დონაცია აქვს გაცემული. აი ეს ადამიანის სისხლი ციხეში იმიტომ, რომ ფერვერკი ისროლა უბრალოდ საში არავის მიმართულებით მაშინ, როდესაც ის აკრძალული არ იყო. იგი ძირითადად ისაცილებ ცხოვრებთან შეყვარებთან ერთად ხდება მისი და ხდება მისი კლარა. აი მე შეხარ, ჩემო საყარელო.
როგორ ხარ? როგორ უნდა ვიყო? ეს რა საოცარი შეყვარებული ყოლია. ძალიან ავჩუყდი რომ წავიკითხა მისი ამბები ძალიან ავჩუყდი, მადლობა. აი მე როგორი ბებო ყავს, ხახნო რა კარგი ხალხი დამხვდი. რა საოცარი ბებო ყავს. მაგრამ თქვენ ისეთი შვილი გყავთ რომ როგორ ხარ? როგორ ხარ? რა ვიცი, აი სულ ცრემლებში, რაც შემიძლია პატიმარია. ხოლმე მითხეს რომ ისი გაზრდილიაო. რადგან ირაკლის დედა ემიგრაციაში ყავს, ბებო მთავარი ამბავია. მე ძალიან დიდი მადლობა ასეთი დიდი ყურადღების. ძალიან საყვარელი პიროვნება ხართ საქართველოსში და საქართველოს გარდა. როგორ ხართ? ჯამწოდი 83 წლის ასაკში. მე სულ 84-ის ხდები უკვე. 84-ის ხოლმე მისმის რომ მნიშვნელობა აქვს ახლა უკვე ძალიან ყოველ თვეს, ყოველ დღეს თითქმის და ვარჯიშობ რეგულარულად, სულ ვარჯიშობ. რა ვარჯიშებს აკეთებ? სხვადასხვა შორის ამას ვარჯიშობ და ჩემი დედა და 100 წლის გარდაიცვალა. სუნთქვით ვარჯიშებს. ყოველ დილას. ეს რაში გამოიხატება, ანუ? ყველაფერში, ყველაფრის ვარჯიშია. ერთადერთი ეს რომ ცოტა მუხლები მაწუხებს, მაგრამ მაინც ვებრძვი ასაკს. აუცილებელია საქმე. და სულ ვიპრანჭები. იცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოფილა ისეთი ფორმა, რომელიც ხელს უშლის სიბერეს. კი ვარ დაბერებული, მაგრამ არა, 84 წლის. მე ვერ ვიტყოდი რომ დაბერებული ხართ. 84 წელი ძალიან ბევრია, თითქმის საუკუნე. თითქმის. არ მოველოდი თუ ამდენ მას ვიცოცხლებდი სხვათა შორის. ძალიან ემოციური ვარ და ყველაფერს განვიცდი. ირაკლის დედა თქვენი შვილი თუ მამა? დედა, ჩემი ანუ შვილი. თქვენი შვილი ემიგრაციაში რა თქმა უნდა, ისიც ყოველ დღე რეგულარულად რეკავს, სულ ირაკლისთან არის ყოველ დღე და ერთად ასე ვცდილობთ მაგრამ ირაკლი თქვენ გაზარდეთ ისე როგორც მისი და კი ყოველგვარი სიკეთე თუ რამე შეიძლება გავიღეთ მათთვის და აი ასე გავზარდეთ ირაკლი თვითონ პლასტიკური ქირურგიის ნაწილში იყო ხო? პლასტიკური ქირურგიას აპირებს რეზიდენტურის გაგრძელება და შემო ოპერაცია საჭირო არის შემდგომ სრულყოფილი ექიმისთვის ყველაფრის გაგრძელებას აპირებენ მაგრამ მე ჯერჯერობით დავპაუზდით ცოტა ხნით კი რა თქმა უნდა ზოგადად ყველა ბებოს თავის შვილი გონია საუკეთესო. კი. ბებოები ამით გამოირჩევიან დედებისგან, მამებისგან, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი შვილი როგორია, ყველა სხვა შვილისგან განსხვავებით. იცით რა, ძალიან გულანთებული. ყველას მიმართ უყვარს მეგობრები, საზოგადოებრივია ძალიან. ხო, იმიტომ რომ როგორც მე გავიგე, რაღაცა იქ ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყო ეს არასამთავრობოების მოძიება. ხო, დიახ. მე თქვენი სიყვარულის გამოც იყო ეს, არა? შეიძლება, კი, ასეთი იყო. და ძალიან იცით როგორი, აი, უყვარდა ყველგან თავის წარმოჩენა. და უყვარს საქართველო ალბათ, რომ ვერაფრის ვერ ვაოკებდი, რომ არ გასულიყო. ხომ იცით როგორი ხელისუფლება, რომელთანაც არაფერი არ გაგვივიდოდა. სიცრუით აღჭურვილი. და მე შინოდა ყოველთვის და 5 დეკემბერს ძალიან მიყვარს ბალზაკი. ხო. რადგან მწარე ბიოგრაფია აქვს და ვტიროდი 5 ვკითხულობდი მის ბიოგრაფიას და 5-ში რომ მოვიდა ჩემთან და ჩამეხუტა მკოცნა ბევრი, მე მითხრა რომ ბებიკო თქო, იქ დედაშენს მოკლა იტალიაში, შეწყვიტე ახლა სიარული თქო. და ზუსტად 6-ში დააპატიმრეს. ეს იყო საშინელება. სახლში ვიყავი და გარდამეცვალა ძმა, არაჩვეულებრივი არქიტექტორია. გარდამეცვალა მეორე ძმა და და, მაგრამ ასეთი სიმწარე, როგორც ირაკლის დაპატიმრებაზე ვნახე, მე არასოდეს არ მინახია. რატომ შეგეშინდათ გაბრაზდით? თუ აი რა იცით რა, შემეშინდა იმისი, რომ აი უსასრულოდ სემენ. ამას გადარჩა ირაკლი, რადგან აქ აიყვანეს შემოსასვლელში, ხომ ამას გადარჩა. მე შინოდა რომ არ არის ძალიან ძლიერი, ძალიან ცუდი ჭამა იცის, მაგისი ჭამა ყავს. ხო, აი მოკლედ ასე და ეხლა თქვენ დარდობთ რა ჭამს? ძალიან. ბებომ რო ეგ არის დარდოს როგორ შეიძლება? როსად ძინავს? დიახ. რა სამბობს მის თანამოსაკნეებზე? ყველას ვეკითხები ამას. პირველი ისე რომ ყველას გვამშვიდებს, ყველას გვამბა რომ კარგად ხარ, მე არაფერი მიჭირს, თავარია რომ თქვენ არ შეწყვიტოთ ბრძოლა, თქვენ გააგრძელოთ ჩვენი საქმე, ჩვენ აქედან გამხნევებთ. იმიტომ შემიძლიათ ყველა მათგანმა, არა მხოლოდ ჩემმა, არამედ ყველა მათგანმა თავიანთი ბალი სამშობლოს წინაშე შემიძლიათ უკვე მოხდილია.
ძალიან გვერდში უდგანან ერთმანეთს თანამესაქნეები, ისედაც არიან და ერთმანეთს ძალიან უვლიან. ყველას სხვადასხვა ბრაზი ქონდა, როდესაც გადიოდნენ. ერთია, როდესაც გავიგეთ, რომ საერთო ბრძოლა არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში. ყველას ეს გვაერთიანებს, მაგრამ მეორეა რაღაცა გარდამტეხი რა აღმოჩნდა მისთვის, რამაც ძალიან გააბრაზა. ირაკლი ეხლა არ გამოსულა, ირაკლის სულდადის აქციებზე ყოველთვის, აი თავგამოდებითისთვის ყოველთვის, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოში, რაც ანდა გამოხატვის თავისუფლების უფლებასაც აძლევს ჩვენს და ყველას, რასაც როგორც შეგვიძლია ისე გამოხატოთ, ამ ჩვენს ვცდილობთ რომ ხმა ამოვიღოთ. საბოლოო ალბათ მაინც აი რუსული კანონის შემოტანამ და ამ ისევ მეორე შემოbrunებამ ძალიან მოქმედა ირაკლისზე, რომ ეს უკვე გამოდის, რომ მასხრად გვიგდებს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. შენ შეგეშინდა თუ გაბრაზდი რა დაიჭერეს? მე გავბრაზდი, კი არა გავმწარდი. მე ყველას პირველი იმაზე შემეშინდა, რომ ნაცემი არ ყოფილიყო. იმიტომ რომ ხედავთ ყველა ხო რა საგიჟეთი ხდება და რაღაც როგორ გამწარებული ერთი კაცს ესმის 10 სპეცრაზმელი, ეგრეთ წოდებული თავს ხო და პირველი ეგ ვიფიქრე, რომ ხელი არ ქონდეს დაკარებული რაღაც. აი ისე გამწარდი, რომ აი რომ გავიგე პირველად კანკალებდი სულ. არ ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა, საიდან უნდა დამეწვა, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახს აი როგორც ბებია მახსენა, ჩვენ საერთოდ სხვა იმაში ვართ, ექიმები ვართ, ჩვენი მეგობრები და ახლობლები ძალიან გვერდში დაგვიდგნენ. ყველა ვინც იცნობს ჩვენ ოჯახს და ყველა ვინც იცნობს ირაკლის, როგორი თავგამოდებული პატრიოტი არის და რა სულისკვეთებაც აქვს თავისი ქვეყნის და ერის წინაშე, ყველა ძალიან ისე გულმხურვალედ გვიდგანა გვერდში და ეს ნამდვილი მოტივაცია ჩვენც რომ ვიბრძოლოთ ირაკლისთვის, ყველა დაპატიმრებულისთვის, არა მხოლოდ ირაკლისთვის, ხო? და ძალიან დიდი მოტივაცია და ყველა ძალიან დიდი მადლობა მინდა ამისთვის. თქვენი შვილიშვილი ციხეში რატოზის? აი როგორ აფასებთ? იცით, მე ვეკითხები ჩემ თავს, იქნებ ხომ არაფერი დავაკელით. იქნებ ჩვენ დავაშავეთ რამე, მაგრამ მე მგონი არაფერი არ დამიკლია. რო გადავხედე ჩემს აღზრდას და მასთან ურთიერთობას, მე ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების დანაშაული. როცა ამდენი უწყვეტი და ულევი აქციები მიმდინარეობს ქუჩაში და მთელი საქართველო გარეთაა, ესე იგი ჩვენი დანაშაული, აღზრდელის დანაშაული არაა. ყველა ეს არაჩვეულებრივი ბიჭები, ასე მგონია ყველა ჩემი შვილები და შვილიშვილებია. ძალიან მეწოდებიან. პატრიოტიზმი იგივე პროფესიონალიზმია, მე ასე ვფიქრობ და უყვარს თავისი ქვეყანა. რატო გონიათ ეს პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი? იმიტომ რომ ყველა ამითი აღჭურვილი ადამიანი მაინც პროფესიონალიზმით არის აღჭურვილი, მე ასე მგონია. ეს ხომ ყველას არ აქვს. აქვს ხელისუფალთ ეს გრძნობა, ხომ არა აქვს. და მე მგონია რომ ეს არც ისწავლება რა. არც ისწავლება. ეს ალბათ ყველა დიდებული ქართველის გენში ზის, მე ასე მგონია. როგორ გონიათ აღზრდა ოჯახი, უნივერსიტეტი, სკოლა? ძალიან დიდ ნიშნავს ყველაფერი ერთად, ერთ ჰარმონიაში, როდესაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მათ არ შეუდენიათ არც მკვლელობა, არც დანაუღიათ ხელში, ხო? ასე მგონია რომ ყველაფერი უკუღმართად მიმდინარეობს ჩვენ ხელისუფლებაში. სულ სხვანაირი სიცრუე, სულ სხვანაირი ცდუნება და ალბათ ამას ვერ უგებენ თანამედროვე ახალგაზრდობა. ორმაგი სტანდარტები არის, რომელთაც უნდათ სხვანაირი საქართველო. ვაიმე, უამრავი. როგორ შეიძლებოდა ამ გლობალისტვის ასეთი რაღაცა მიეყენებინა პოლიციას, ჯერ მარტო იმისთვის, რომ ის ქალია, ხო? მაპატიეთ, არც მინდა გავიმეორო ის მანერა ფურთხება. შეიძლება ეს ძალიან გვეშინია ისეთ რიშიცი, აი როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, როდემდე. მე მინდა რომ ჩარა დამთავრდეს. რა ვთქვა? როდემდე უნდა ვიყელოთ? როდემდე უნდა ვიცრემლოთ, როდემდე. როდემდე შეიძლება ამ ცრემლებით ადამიანის შემოწმება. მე რო სახეებზე ვცნობ ჩვენს გუნდის ოჯახის წევრებს იმდროს ახლა. ხო, დედად ვერ ვარ გივარ, მაგრამ დედების იყო. ცოტა ჩამოვიდა. რომელი საქმე იყო რომ მოვიდნენ პოლიციელები? მე მეგობარმა დამირეკა, რომელიც აქ ცხოვრობს, რომ ალბათ გაიგე რომ ირაკლი დაიჭიროს 6 საათისთვის დაახლოებით. და
და ნუ გავვარდი მთელი ამბით და მეზობლებს გადაღებული ქონდათ კადრები და არ დაარტყას ყვიროდნენ და ნუ მაგაზე გავგიჟდი, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ არ ცემო. პირველი რასაც ფიქრობ დღეს არის რომ არ ცემო. მე რეკო შემდეგი სამართლებრივი მხარია მოსაგვარებელი. ჩემი და ირაკლის ცხოვრება იყო აქციიდან აქციამდე ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე რაღაცას ვემზადებოდი, ის წავიდა აქციაზე, მეც მივდიოდი აქციაზე. და ზუსტად მაგ დროს რომ დამირეკეს, ნუ აი რა გადავფსიხდი, არ ერქვა ის რაც დამემართა და თან ჩაულეწეს მანქანა და გადმოიყვანეს, იმიტომ რომ დილიდან კრიმინალური პოლიცია თურმე ელოდებოდა ირაკლის, კამერებიც ამოვიღეთ მერე და ვნახეთ და ამ ლოდინის რო არ გავიდა და საღამოს რო გავიდა, მანქანით მიდიოდა და მაგ დროს დაიჭირეს ოღონდ ჩვეულებრივი მანქანებით სამოქალაქო ფორმებში ადამიანები აჩერებენ ადამიანს თან მეზობლების ჩაერინ, იმიტომ რომ ყველა გაბრაზებული, ანუ ეს არ ნიშნავს იმას, ნუ გონია ხალხს რომ რაღაც დაპირისპირება საზოგადოებაში, აბსოლუტურად არ არის საზოგადოებაში დაპირისპირება. მე ვისაც ხვდები ყოველ შემთხვევაში, ყველა გვეუბნება რომ აი ირაკლი გამოვიდეს, ანუ ზოგი ჩანს ხილული გმირია, ზოგი უხილავი გმირია და ირაკლი ჩემთვის ძალიან დიდი გმირია, იმიტომ რომ რა ვიცი, მარტო იმიტომ რომ დილას 6 საათზეც ურეკავენ ხოლმე, სისხლის დონორიც არის, გიჟივით გარბის, ვიღაცას ჩემი დახმარება ჭირდება და ნამდვილად სულით ექიმია და რავი ხან ჩემი მეორე ნახევარი მაგიტო არ ამბობ მაგას მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია და ზუსტად მაგიტომაც რომ კარგი ადამიანების დაჭერა უნდათ მაგიტომაც დაიჭირეს ირაკლი ეს ადამიანები ვინც რაღაცას ცვლიან და ვისაც რაღაცის ხმის მიტანა შეუძლიათ მეორე ადამიანისთვის აზრის შეცვლა და უბრალოდ დაფიქრება შეცვლას არ ვიტყოდი ხა ყველა უკვე პრობლემას წარმოადგენს დღეს ეგეთი სამართალი გვაქვს სამწუხაროდ და ისე გავბრაზდი, გავმწარდი, ვერ მიხსნიდნენ რა ხდებოდა. სასამართლოს განჩინებას მაჩვენებდნენ და მეთქი ეს განჩინება არ არის, რაც მინდა ზოგადად ხალხს უთხრა. კანონი რახან წერია, არ ნიშნავს ის კანონი არის 100%-იანი სიმართლე. ანუ ამ კანონს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ კანონის უკან დგანან. და ეს ადამიანები ხშირად და ბოროტად იყენებენ კანონსაც და თავის ადგილ სამყოფელს, სადაც არიან და არგებენ საკუთარ ნებებს თუ სურვილებს და ზუსტად კი ძალიან ხშირად ხდება რომ აი პოლიციელი გმირია, პოლიციელი არ არის იმაზე ლაპარაკი, პოლიციელი გმირი არ არის. უბრალოდ არაგმირ პოლიციელებზე ლაპარაკი და უნამუსო ხალხზე, რომელიც რა ვიცი ხა და მე ძალიან გული მწყდება, აი მართლა ვერაფერს ვერ ვაკეთებ, რავი, ყველას ჩვენი პროექტები გვაქვს, ჩვენი ცხოვრება გვაქვს და მე გაყინული მაქვს ცხოვრება და ვცხოვრობ დღიდან დღემდე აქციებით პროტესტით და ამ ტყვეების ვისწავლეთ ყველაფერი დავმეგობრდით ციხის ბადრაგებთანაც კიდეც ყველა ადამიანი როცა ხარ მთავარი ადამიანობა არ დავკარგოთ იმიტომ რომ რა ვიცი მზია ამაღლობელს ადამიანი რომ შეაფურთხებს ვერაფრით ვერ გავამართლებ სახეში ლეწვა თუ ანუ გატყლაშუნება ესე ვთქვათ არის ძალიან ნორმალური იმიტომ რომ ყველაფერს აქვს რეაქცია და უკურეაქცია და ზუსტად ეხა სახელმწიფო ხედავს უკურეაქციას იმის, რაც ჩაიდინა. მე ესე ვფიქრობ და კი ბატონო. და ასევე მინდა მივმართო ყველა ხელისუფალს, მე მარტო მე ვარ თქვენი მტერი პირადად, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე მე ვერ უყურებ იმ უსამართლობას, უსამართლო სახელმწიფოში ცხოვრებას. ბედნიერი ვერ იქნება. ვერავინ ვერ იქნება ბედნიერი და ვერც თქვენი შვილები ვერ იქნებიან ბედნიერები, რა ვიცი, ქუჩაში გამოსვლა ხო გინდათ. მე მინდა ვიცხოვრო თავისუფალ დამოუკიდებელ და სრულიად კარგ ქვეყანაში, რომელსაც ვაშენებ და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამის შენებაში, მაგრამ რაღაც უსამართლობას ვერასდროს ვერავინ ვერ გაჩერდება. ჩემთვის ახლა არის ციხიდან ციხემდე რაღაცა პატიმრები, როგორ პატიმრებს არ ვეძახ, ტყვეები არიან, ახლა პატიმრები აბსოლუტურად სხვა განზომილება, ჩემთვის არიან ტყვეები. აბსოლუტურად ყველა როგორ შეიძლება ჯგუფურში თან ირაკლის შემთხვევაში თავიდან 5 კაცი იყო თურმე ჯგუფში და ზუსტად ვიცი რომ არავის არ იცნობს ახლა არც ერთი არავის არ იცნობს რისთვის ამზადებ შენ თავს აი რას ეუბნები რომ აი რამდენი ხანი მოგიწევს შენი აზრით ეხლა ძალიან იმედია ნადო არ მართლა მქონდა ეს რაღაცა კარდიოგრამასავით იყო ჩემი ცხოვრება იმიტომ რომ ანუ აღმასვლა და დაღმასვლა იყო მე მგონი ყველას ერთი და იგივე სიმპტომი გქონდა და ზუსტად ამ სიმპტომატიკით რაღაც ეხა იმ ეტაპზე ვართ, რომ მე ვფიქრობ, რომ უდიდესი გარდატეხა მოხდება. არა მარტო საქართველოში, ეს ხო არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, რაც სოფლიო გლობალური პოლიტიკის მარცვალი ვართ ჩვენს და მე ვფიქრობ, რომ იმაზე მალე დამთავრდება, ვიდრე ჩვენ გუგონია. ადამიანები ვართ ყველანი და რა გვაერთიანებს ადამიანობა, ხო? ელემენტარული ადამიანობით უნდა გავიტანოთ ერთმანეთი. ვიღაცას რო უჭირს ვერთიანდებით და უნდა გადავარჩინოთ. ეხ ქვეყანა ზუსტად ეგეთ მდგომარეობაში.